როგორი კარი იხსნება ჩვენთვის, ჩემო ძვირფასო? როგორია ეს კარი, რა გაიხსნება, რას გაიგებ, რა მოდის ჩვენს ცხოვრებაში? როგორი კარია? ცხოვრებაში სავარაუდოდ სადღაც 70%-ს გექნებოდათ და შესაძლოა ახლაც გაქვთ ათასობით წინააღმდეგობა. ათასობით. თქვენ ნებისმიერ თქვენს ახალ კარს, ძველს, ან საერთოდ კარს უყურებთ ძალიან დიდი შიშით. რატომღაც სიახლეებს ებრძვით, იცით? სავარაუდოდ 70%-ში იქნებით ზუსტად აი ამ ენერგიებში. დანარჩენები, რა თქმა უნდა, ელოდებიან სიხარულით აი ამ ახალ ენერგიას, ახალ თვეს, ახალ კარს, ახალ დღეს, მაგრამ ძალიან ბევრი იქნებით ენერგეტიკაში, სადაც მე სიახლეები არ მჭირდება, ვამბობთ. რატომ? იმიტომ რომ ეს სიახლე ძალიან მაგრად გაშინებს. არავის აღარ ენდობი. საერთოდ აღარავის. და ნებისმიერი მიახლოება სიახლესთან, ახალ ჰორიზონტთან შენ გაშინებს. არა და არ უნდა გაშინებდეს, ჩემო კარგო. არ უნდა გაშინებდეს. არ ვიცი ვინ შეგაშინათ ასე ძალიან, მაგრამ აქ ძალიან მშვენიერ, სტაბილურ, გონიერ, ძლიერ ადამიანს აქვს ცხოვრებაში კოშკი. და იცით, მე მგონია რომ ჩაკეტად და განდეგილში შეგიყვანათ ვიღაცამ, ვისაც თქვენი კარგად ყოფნა არ სურდა, არ უნდოდა. თქვენთვის წამალია სიტყვა, იცით? ნებისმიერ დადებით სიტყვას თქვენთვის, მაშინ როდესაც კუთხეში ხართ და ვთქვათ, ვერ ხედავთ გამოსავალს, ხო? ნებისმიერ დადებით სიტყვას, საუბარს სასწაულ მოქმედი ძალა აქვს. თქვენ უბრალოდ არ გყავთ ადამიანი ისეთი, ვინც რეალურად ეცდება დახმარებას, ვინც რეალურად გეტყვის, რომ ალბათ არა გყავთ, ვისაც გყავთ ძალიან კარგი. ვინც გეტყვის, რომ მე შენთან ვარ და ჩვენ ერთად ბევრ ამას შევძლებთ და შევძლებთ ყველაფერს და შენ გამოხვალ ამ კრიზისებიდან. მიუხედავად ამ ყველაფრის, ხო, მაინც კრიზისებიდან გამოხვალთ, მეგობრებო. ახალი კარი აქ, კარი არის საერთოდ სიცოცხლის კარია, სიყვარულის, ხვდებით, სიყვარულის, არა მხოლოდ ნებისმიერი სიყვარულის გულისხმობ. ცოცხალი ხარ, უკვე უნდა გიხაროდეს, ასე ვთქვათ, ხო? რომ სუნთქავ. შეგიძლია გამომუშავება ფინანსების, შეგიძლია ვიღაცას დაეხმარო, შეგიძლია იყო ბედნიერი, შეგიძლია ვითარდებოდე, ხო ასეა? ამიტომ ნუ გაშინებთ 0-1 ახალი კარი, ნუ ხართ ჩიხში, თქვენ ამ ჩიხიდან გამოხვალთ. უნდა ვიღაცამ გამოგიყვანოს, ან რაღაცამ და ასევე საკუთარ თავს ყველაზე ძალიან თქვენ აი ამ კრიზისიდან ყველაზე ძალიან თქვენ შეძლებთ, რომ კარგად შეძლებთ, რომ გამოიყვანოთ საკუთარი თავი. საკუთარ თავთან ბრძოლის შემდეგ. თითქოს მომავალში არ უშვებ საკუთარ თავს ენერგიას. თქვენ ისეთი ადამიანი ხართ, სადაც არ გელოდებიან იმ კარზე არ აკაკუნებ, მაგრამ იცოდე, ჩემო კარგო, ეს კარი შენ გელოდება და აკაკუნე, გაიღოს. ურაფრის ნუ გეშინია, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. გამოხვალ ჩიხებიდან, განთავისუფლდები და დაიწყებ ახალ ცხოვრებას. ამ სიძლიერეს შენში ნახავ, იპოვე და მე მგონი
ღირს რომ მიიღო ის ახალი ენერგია, რომელიც ამ ეტაპზე შენთან აკაკუნებს, რომ გააღიო გეუბნებიან.